ეს კადრები რადიკალური დაჯგუფებების წევრების მხრიდან მსხვერპლთა მიმართ განხორციელებულ ძალადობას ასახავს. ეგრეთ წოდებული ნეონაცისტები განსაკუთრებული სისასტიკით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სხვადასხვა ასაკის პირებზე ძალადობდნენ. დანაშაულის ჩადენის დროს ვიდეოს იღებდნენ და მას ინტერნეტ სივრცეში ავრცელებდნენ. დანაშაულისთვის 16 პირია დაკავებული, მათგან 10 არასრულწლოვანია. ეს ავლაბარში ერთ-ერთი მიტოვებული შენობაა, სადაც დაჯგუფების წევრებს მსხვერპლები მიჰყავდათ და მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ისინი ძალადობდნენ ყველაზე, ვინც ფაშისტურ იდეოლოგიას არ იზიარებდა. თვეების განმავლობაში სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ძალადობრივი დაჯგუფების წევრები თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით. გავლენების გაზრდისა და ცნობადობის მოხვეჭის მიზნით ისინი რადიკალურ დამოკიდებულებას იჩენდნენ მსხვერპლთა მიმართ. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულია 10-ზე მეტი პირი, მათ შორის 4 არასრულწლოვანი. ბრალდებულთა საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად მათი კუთვნილი ტელეფონები, ნიღბები, სხვადასხვა ელექტრონული ტექნიკა, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, ხმოვანი და ცივი იარაღები ამოიღეს. დაუსახელეს სახელები, გვარები, აჩვენეს სურათები, მაგრამ ვერავის იდენტიფიცირება გარდა თავისი მეგობრისა ვერ შეძლო. აბსოლუტურად არაფერი არის ამოღებული კანონსაწინააღმდეგო, ამოღებული არის დანა. ჩხრეკა ჩატარდა ამოღებული ეს კონკრეტული ნივთები, თუმცა ამაზე ჯერჯერობით თავისუფლად. არასრულწლოვანია და არ დავასახელოთ სახელდაბარ. საქმე არის ძალიან მოცულობითი, დაახლოებით 20 ტომისგან შედგება, ამიტომ დრო დაჭირდება ყველა დეტალის გავლენა. სახშია დაკავებული, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, კიდევ ერთხელ ნასამართლობის აქონია. რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების ორი ლიდერი სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ დააკავეს. ლევან აბესაძე, დავით ჯაფაროვი და მათი დაჯგუფების 7 წევრი სასჯელს უკვე პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან. ძალადობრივი დაჯგუფება, რომლის ლიდერიც ლევან აბესაძე იყო, ბერგმანის სახელწოდებით მოქმედებდა. ავტონომიური ქსელი კი იმ ნეონაცისტური დაჯგუფების სახელწოდებაა, რომელსაც დავით ჯაფაროვი მართავდა. ირკვევა, რომ დაკავებული 16 პირი სავარაუდოდ ამ დაჯგუფებებთან კავშირში იყვნენ. საზოგადოების თითოეულ წევრს კი მოუწოდებთ მსგავსი დანაშაულების ელემენტარული ნიშნების არსებობისას დაუყოვნებლივ შეგვატყობინონ, რათა თავიდან ავიცილოთ სასტიკი მოპყრობა არასრულწლოვანთა მიმართ და მსგავსი იდეოლოგიის გავრცელება ახალგაზრდებს შორის. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.